წინანდლის პრემიის გამარჯვებულები ცნობილია. ჟიურიმ 8 ადამიანი თეატრალური კინოხელოვნების, მხატვრული ლიტერატურის და ფოლკლორის ნომინაციებში დააჯილდოვა. ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი რიყის ტერიტორიაზე გაიმართა. კონკურსში მონაწილეებიდან პრემიის სულ 24 ნომინანტი გამოვლინდა, რომელთაგან პრიზი 8-ს გადაეცა. წინანდლის პრემია ზურაბ ჟვანიას ინიციატივით 1999 წელს დაფუძნა და ის 2003 წლის შემდეგ აღარ აღნიშნულა. დაჯილდოების პარალელურად გაიმართა კონცერტი, რომელშიც ნომინანტები თავად მონაწილეობდნენ. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება, რომელსაც გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდა. წინანდლის პრემია 2005 წლის ლაურეატი, პრემიის 2005 ის რასაც დღეს ვზეიმობთ, ალბათ 20 წლის წინ თუ არ მეშლება დაიწყო ზურაბ ჟვანიამ. იმ მომენტში, როდესაც შესაძლოა მთელი ჩვენი ყოფა გადართული იყო გაჭირვებაზე, სიდუხჭილიზე, პოლიტიკურ საკითხებზე, ზურაბ მაშინ ძალიან ნათლად განსაზღვრა, რომ მომავალი ჩვენი ქვეყნის არის შემოქმედებაში, არის მეცნიერებაში, არის აზროვნებაში. არ ველოდი, მართლა ძალიან მოულოდნელია. მიხონსა რომ შორტლისტში გავედი, მაინც ბოლომდე არ მჯეროდა რომ მიავიღებ ამ პრემიას და ეხლა ვარ ძალიან ემოციებში. და ყველას დიდი მადლობა მართლა, ვინც რამე ფორმით შეიტანა ამ ჩემ წარმატებაში წვლილი. ბოლოს პროზაში ვარ გადაბარგებული და პოეზია გარკვეულწილად ალბათ თქვათ რაღაც თვალსაზრისით მეორე პლანზე გადაგზავნა. ზოგადად არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი პრემიების არსებობა. 2003-ის მერე არ ჩატარებულა და ჩვენ შევეცადეთ, რომ რაციონალობა მეტი ახალგაზრდა ყოფილიყო ჩართული. ყოველდღე ძალიან კომპეტენტური კომისია, რომელიც ამოარჩევდა, გაგვეცნო ეს ადამიანები, საინტერესო ხალხია. ძალიან მიხარია, რომ არსებობს ეს პრემია, არსებობენ ადამიანები, რომელიც ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენი კულტურა ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს.